გამარჯობა მეგობრებო, არ მიაქციეთ ყურადღება, რომ ცოტა დამწვარი ვარ სახეზე, ძმაკასთან ერთად გადავიღეთ ჩელენჯის ვიდეო, რომელიც ძალიან მალე დაიდება, თუ არ დევს უკვე თავისი რევანშის აღება უნდა ძმაკას, რა მოხდება ის მის ვიდეოში ნახეთ. ეხლა ამ ვიდეოში რა გელოდებათ? ამ ვიდეოში გელოდებათ სოფლიოში ყველაზე ექსკლუზიური და მდიდრული რეტრო ავტომობილების გამოფენა. ეს ხდება ყოველ წელს კომოს ტბაზე და ამ კონკურსს ქვია კონკურსო დე ელეგანსა. ეხლა კონკურსი რატო? ყოველ წელს მთელი მსოფლიოდან ყველაზე მდიდრული და ყველაზე ექსკლუზიური ავტომობილები მოჰყავთ მეპატრონეებს იტალიაში აქ და იკრიბებიან, აწყობენ კონკურსს და ვლინდება გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ამ ივენთის სპონსორი უკვე დიდი ხანია არის BMW და იმის გამო, რომ BMW-ს ყავს წარმომადგენლობა საქართველოში, ქართულ წარმომადგენლობას საშუალება მიეცა, რომ ერთი ადამიანი გაეგზავნა ამ კონკურსზე. ეს ადამიანი აღმოჩნდა თქვენი მონამორჩილი მე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენც მოდიხართ ჩემთან ერთად და დღეს ამ ვიდეოში ერთად დავათვალიერებთ მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიურ და ყველაზე მდიდრულ რეტრო ავტომობილების გამოფენას. წავედით. კონკურსო დე ელეგანსა 1929 წლიდან ტარდება. პირველივე დღიდან კონკურსო დე ელეგანსა გახდა პარიზისა და მონტე-კარლოს ავტოშოუების დონის ივენთი, რომელზეც უამრავი საოცარი ავტომობილი იყრიდა თავს და მათი პრეზენტაციაც აქ ხდებოდა ხოლმე. კომოს ტბის ულამაზესმა გარემომ და წყალზე გადაადგილების საშუალებამ კონკურსო დე ელეგანსას სახელი გაუთქვა მსოფლიოს ყველაზე დიდარ ადამიანებს შორის. დიდარმა ავტომოყვარულებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქ დასვენება და ავტომობილების სიყვარული შეუწყეს ერთმანეთს და ყოველ წელს იკრიბებოდნენ ხოლმე. 1951 წელს კრიზისის გამო კონკურსო დე ელეგანსამ არსებობა შეწყვიტა, იმიტომ რომ უბრალოდ არავის ცხელოდა მაგ პერიოდში ავტომობილებისთვის. თუმცა 1998 წელს ის კიდევ ერთხელ მიატოვეს უსახსრობის გამო. 1999 წლიდან BMW ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა კონკურსო დე ელეგანსას გაცოცხლებაზე და მას შემდეგ უკვე BMW-ს დამსახურებით ხდება ყოველ წელს აქ კომოზე მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების თამოყრა და ისეთი შოუს ორგანიზება, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში. აი როგორც იქნა ჩამოვედი მილანის აეროპორტში, ეხა გავივლი პასპორტ კონტროლს და დამხვდება BMW-ს წარმომადგენელი, რომ მიმიყვანოს სასტუმრომდე კომოში, კომოს ტბაზე. მე იქიდან უკვე ცოტა ხანს დავისვენებ, ადამიანს დავიმსგავსები, მოწესრიგდები და მე იქიდან კიდე გავაგრძელებ. ეხა წამოგავიაროთ პასპორტ კონტროლი და შემდეგ მოვძებნოთ ჩვენი ტრანსფერი, შევხვდეთ, რომ წავიდეთ კომოსკენ. ეს წესი გამოვიარე პასპორტ კონტროლი, ახლა უნდა ავიღოთ ჩემი ჩემოდანი, რომელთან ერთადაც თითქმის რავი ნახევარი სოფლიო აქვს შემოვლილი და უკვე გავალ გარეთ რომ ნახო ჩემი ტრანსფერი სად არის. ამინდი არის წვიმიანი, რაც სამწუხაროა, მზიანი მერჩი უნდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ კარგი მხარე დავინახოთ ყველაფერში, კომოზე მივდივართ. ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ჩემთვის, იმიტომ რომ რეტრო ავტომობილების გამოფენაა. სულ სტიკერებშია და ამ ჩემოდანს ავრცვლი. რაღაცეები გაუფუჭდა, მაგრამ ავრცვლი სპეციალურად, იმიტომ რომ ამ ჩემოდანთან ერთად ბევრი რამე მაქვს გადავლილი რა. ამერიკის მთლიანი კონტინენტი, თავის სამხრეთ ამერიკი, დუბაი, აზიის რაღაც ქვეყნები, ევროპა, ყველაფერი ამ ჩემოდანით მაქვს შემოვლილი. ამ ჩემოდანთან ერთად უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე ბევრ ჩემ მეგობართან. შესაბამისად, რაღაცა ისეთი სენტიმენტალური გზნობები მაქვს და ავრცვლი. თუ შემიძლია და ბარკს უვატებ, ამ ჩემოდანით მივდივარ ყველგან. და ესეც მეორედ ვესტუმრეთ უკვე იტალიას მე და ეს ჩემოდანი. და წავედით ახლა უნდა ვიპოვოთ ჩემი ტრანსფერი. ინტერნეტი ვიყიდე, SIM-ს ვიყენებ და დავცხეთ. მოკლედ მე ვერ ვიპოვე, თვითონ მიპოვა ტრანსფერმა და ახლა წავედით უკვე დავიძარით და დანარჩენს უკვე მოგიპოვეთ. წავედით. აი ჯიგარს მივყვევი რა და წვიმს, აი მაგრამ არ მინდოდა წვიმა ახლა. ესეთი ამინდი ყველაზე ნაკლებად მინდოდა, მაგრამ არა უშავს. არა უშავს? ოკეი. კარგი. ეს ყველაფერს ასწორებს. ბევრად თან. Thank you. აი, დახვედრა მესმის. არ ეშლება BMW-ს რაღაცეები. მოკლედ, როგორც იქნა ზედმეტი ბარგი მოვიშორე, ჩავჯექი, სულ ახალი M8-ა. საკმაოდ მაღალი ადგილი აქვს თავისთვის აქ უკან ყოჩაღიბროს. და ეხლა დავიძრებით კომოსკენ. ხოდა მეგობრებო, ვაგზავნებ ჩემ ვიდეოს საღამო მშვიდობის მინდა გითხრათ, ეხლა საღამოა იტალიაში აქ კომოში და გავდივარ ეხლა ივენთზე, სადაც უკვე BMW-ს პრეზენტაცია იქნება. BMW-მ გამოუშვა ახალი მოდელი, უпроსტად კონცეპტ კარი არის ახლა, რასაც გვაჩვენებენ, როგორც გითხრეს და ძალიან საინტერესოა რა იქნება ეს ყველაფერი ხდება აქ კომოზე, ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ და მდიდრულ ადგილას მსოფლიოში და ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ და მდიდრულ მანქანას წარადგენენ.
ნახოთ რა იქნება. ძალიან მაინტერესებს. ეხა უკვე მოგვაკითხავს მანქანა და წავთ. მანამდე კი მინდა გაჩვენოთ ეს ჩემი coin-ი. უკვე მოვიდა როგორც ხედავ, ჩვენი ტრანსფერი. აი ისიც. Okay, გაია. Hi. It's for BMW, yeah? Yeah. Okay. Will be only one? No. I think we will be minimum 2 or 3. Okay, perfect. Yeah, great. მოვედით ესე იგი ივენთის ადგილზე და სანამ გადავალთ მთავარ მანქანაზე, ამ მთავარ ობიექტზე, მინდა გაჩვენოთ სრული სიგიჟე. ანუ რაღაც არა ამ ქვეყნიურობა, ვიცადე, ასე ჯობია. რაღაც არა ამ ქვეყნიურობა და რაღაცა ისეთი, რაზეც ყველა ზრდასრულ კაცს ჭუად გადაეკეტება. ესე იგი, ეხა მალე დაიწყება უკვე შუქები ჩააქრეს. ეს არის საუკეთესო განათება, რაც შემიძლია ავიღო და რა შემიძლია გითხრათ, მოკლედ ვარ როგორ ადგილას, ცით, აი, ყველა როგორ იცის, ცით, აი, TikTok-ში რო არა, ყველა პრობლემას აგვარებს ეს ცილი. სულ ესეთ ციცილებს მის ყველა ხედავ, მართალი ყოფილა. ესეთი ძალიან დიდრები თურმე ეგრე იცენია. ძმამ რა გააძრო, მეც მინდა ეგეთი, ნახეთებს რა. მომზადებული მოვიდა. და ეხა მალე უკვე გამოგორდება მანქანა და ერთად ვნახოთ რა გააკეთა BMW. ხო მართლა. ჩემი კოდი როგორ მოგწონთ? ძის სათვალე ვერ ვიყიდე და ამით ჩავანასვი. კამერა თუ ახურავს? კაი კითხვა. Welcome back, ladies and gentlemen. I hope you enjoyed this delicious dinner that we had just right now. And now it is time for a surprise. For this year's Concorso di Eleganza Villa d'Este, we have not only one world premiere, we have 2 world premieres. And for that, we have 2 experts. And please welcome one of the experts here on the stage is the head of our design at BMW, Adrian von Hooydonk. Adrian, please. Thank you, Helmut. Good evening, ladies and gentlemen. What a real pleasure to be back here at this truly an amazing event, something that I find very, very inspiring as a designer. So tomorrow, I'm really looking forward to seeing which vehicles you have brought for us. I hope that, of course, you will enjoy that day. Tonight, we would like to kick off the event in style by showing you, like Helmut said, 2 new concepts that will have their world premiere here tonight. So let's start things off on 2 wheels. And ladies and gentlemen, I hope you understand this might get loud. So ladies and gentlemen, please welcome with me the BMW Concept R20. BMW Concept R20, ladies and gentlemen. The CEO of BMW Motorrad. Marcus, welcome. What can you tell us about this bike? Adrian. Well, good evening, first of all, ladies and gentlemen. Please welcome with me the BMW Concept Sky. Enjoy the car now, enjoy the motorcycle. Thank you very much and enjoy the night. Thank you.
მოკლედ ბევრი დრო არ მექნება, ახლა დღეს აქ ძალიან ბევრი ხალხია და შევეცდები რომ მაქსიმალურად დეტალურად გავიარო მანქანა და გითხრათ რა არის და როგორ არის. ესე იგი დღეს იყო ორი ახალი მოდელის პრეზენტაცია, ერთის ნაცვლად ეს არის მოტოციკლი და ავტომობილი, მოტოციკლი არის R20 და მანქანა არის კონცეპტ სპაიდერი, რომელიც ორივე არის კონცეპტი, ეს არ არის არც ერთი ავტომობილი, როგორც BMW მოტოციკლეტების დირექტორმა თქვა, ეს არის მოტოციკლეტი, რომელიც გააკეთეს იმიტომ, რომ შეუძლია და არა იმიტომ, რომ ვინმე სჭირდებოდა. ხოდა დღეს აქ მოვიყვანეთ იმიტომ, რომ თქვენ გითხრათ ეს გჭირდებათ თუ არაო. ნუ აქაურები ამას შეაფასებთ, მაგრამ ეხლა მე დავივლი და საერთოდ გაჩვენებთ მანქანასაც და მოტოციკლსაც წავედით. ეხლა შევეცდები მაქსიმალურად შემოვუარო მანქანას და გაჩვენოთ რა არის და როგორ არის. ეს არის უკანა მხარე, ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო მხარე ამ ავტომობილის, რომელიც მინდა გითხრათ, რომ საოცრად გამოიყურება, მე მაგრად მომწონს. უკანა მხარე გავს სოფლის ყველაზე ძვირადღირებულ Maybach Boats და ესეც ძალიან მომწონს. შეიძლება ვიღაცამ თქვა რომ მოიპარესო, მაგრამ როგორც პიკასოს აქვს ნათქვამი, კარგი ხელოვნები ქმნიან და დიდებულები იპარავენ, ხო და აგერ ბატონო, თქვენს დიდებული ნახელავი. ვაუ. ამ მანქანაზე როდესაც გამოვიდა თქვენს რომ გავს Z8-ს, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ i8-ს უფრო მაგონებს, თუმცა ხო კი Z8-ს წინაცხვირი წამოიღეს ნამდვილად. ეს არის ალბათ ყველაზე წვრილი ფარები, რომელიც ოდესმე შეგვიქმნიაო BMW-ს დიზაინერმა. საკმაოდ დიდი ცხვირი აქვს თანამედროვე ავტომობილებისთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხვირია, რომელიც მინახავს. კი, აქედან ნამდვილად გავს Z8-ს, როგორც ჩანს, კარგად ვერ დავათვალიერე ხალხის სიმჭიდროვის გამო. ასე გამოიყურება სალონი. ნუ კონცეპტისთვის გადმოიტანეს უკვე არსებული მოდელებიდან რაღაცეები. დანარჩენი დიზაინერულ შტრიხებს გაუყვები ახლა. ძალიან მომეწონა დისკები, რომელიც ნამდვილად ახალია. მოკლედ გაიფანტნენ ადამიანები და ეხა უკვე დარჩა ადგილი იმისთვის, რომ სოფლიოში ყველაზე ლამაზ ენაზე მოხდეს ამ ყველაფრის გაცნობა თქვენთვის. ესე იგი, დავიწყოთ. დღეს გქონდა ორი პრეზენტაცია, ეს არის BMW Concept Cabrio და BMW-ს მოტოციკლი. თქვენ იცით რომ მოტოციკლები ძალიან მიყვარს, მაგრამ მოდით ცოტა ხანი ჯერ ავტომობილზე გადავერთოთ. ეს არის BMW-ს Concept Cabrio, რომელიც არის Z8-სა და იმ ლეგენდარული BMW 507-ის რეინკარნაცია, არის ულამაზესი მოდელი ნამდვილად. სიმართლე გითხრათ, მე ამ მანქანის უკანა მხარე უფრო მომწონს ვიდრე წინა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ Z8 არის ჩემთვის ყველაზე სასურველი BMW და მაგის შემდეგ 507. ეს მანქანა რომ მაგათი გაგრძელება უნდა გახდეს, ნუ მაგის გამო ალბათ უფრო მოხიბლული ვარ. შეიძლება ამ შემთხვევაში მე უფრო სუბიექტური ვარ და ობიექტური ვერ ვიქნები, მაგრამ ნუ ჩემთვის ეს მოდელი განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ჩემ ორ უსაყვარლეს BMW-ს უგრძელებს გვარს. სიმართლე გითხრათ, რაც არ მომეწონა არის გვერდით ამ მხარე, ჩემი აზრით რაღაცა კონტურები აკლია, ხასიათი აკლია, ზედმეტად უბრალოა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ დარჩება და ამას გამოასწორებენ თუ ამ მანქანის წარმოებას გადაწყვეტენ და კონცეპტად არ დარჩება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შემიძლია გავაკეთო კომენტარი. დანარჩენი წინა და უკანა მხარე ძალიან მომწონს, ძალიან მაგარია, როდესაც უკვე რეალური ქუჩაში სასიარულო მანქანა გახდება, რაღაცები შეიძლება და დაიხვეწება, როგორც ხდება ხოლმე, მანამდე კი ესაა. ესე იგი, მოკლედ რა შემიძლია ვთქვა? ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავესწარი საავტომობილო სამყაროში, იმიტომ რომ აქ დღეს გაკეთდა განაცხადი BMW-სგან ორი ამ კონცეპტით. ნახოთ რა იქნება, გადაიქცევა თუ არა ეს რეალურ ავტომობილებად, საინტერესოა, თუმცა მე მივიღე ჩემი ძალიან დიდი საჩუქარი და ეს არის შეხვედრა ჩემ ბავშვობის კუმირთან, Koenigsegg-თან, რომელსაც აქ შევხვდი, იყო ამ პრეზენტაციაში ჩამოსული, ახლა შეგიძლიათ ნახოთ ფოტო, რომელიც ერთად გადავიღეთ. ვიღაცეები ახლა ამას ალბათ ვერ მიხვდებით, რატო ეს ჩემთვის ასეთი ამაღელვებელი, მაგრამ ვინც ჩემს ბლოგს დიდი ხანია უყურებს, იცით რომ განსაკუთრებით ვარ აღფრთოვანებული Koenigsegg-ის მანქანებით და როდესაც მას შევხვდი, ეგ იყო ჩემთვის დაახლოებით ისეთივე მომენტი, როგორც იბრაიმოვიჩი რო რონალდო ნაზარიოს შეხვდა, ანუ რაღაცა ზღაპარი მომენტი იყო ჩემთვის. ესე იგი ვარ აღფრთოვანებული, აი ძალიან მაგარი იყო. დღეს ახლა უკვე მოვრჩებით აქ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო BMW საქართველოს ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩემს კუმირს შევხვდი და დავპირდი, რომ მისი კლიენტი გავხდებოდი ერთ დღესაც. ძალიან მაგარია. ცხოვრება მაგარი რამე.
კაი, წავედით ახლა და გავაგრძელოთ, ნახოთ რა გველოდება წინ, არც მე არ ვიცი ზუსტად. ესე იგი, ახლა გათენდა უკვე შაბათი დღე და ეს ნიშნავს, რომ მივდივართ იმ ჩემს საოცნებო გამოფენაზე. წვიმს ძალიან, ამიტომ ქოლგით მიწევს სიარული. დღეს იქნება რეტრო ავტომობილების ყველაზე მაგარი და ეპიკური გამოფენა მსოფლიოში, სადაც კერძო კოლექციონერები წარმოადგენენ თავიანთ იშვიათ და ულამაზეს რეტრო ავტომობილებს. რომ წვიმს ამან შეიძლება რაღაცებს ხელი შეუშალოს, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, იმედია რომ ბევრს არაფერს შეუშლის ხელს, იმიტომ რომ ეს არის დაახლოებით იგივე რაღაცა ფეხბურთის მაგარი ფანი, რომ ეს არის დაახლოებით იგივე რაღაცა ფეხბურთის მაგარი ფანი, რომ მოხდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ან რაღაც სოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, თავისი გუნდი როა გასული მაშინ და ასე შემდეგ. ვიმედოვნოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება და წავედით. ესე იგი, ეხლა მივდივართ ნავით, მანქანით არ მივდივართ, აი ჩვენ ნავით. მხოლოდ ჩვენთვის არის ეს ნავები, ნაქირავები და ხო, ძალიან საინტერესო იქნება. ავედით, წავედით. ესე იგი, ნავით მივადგებით ბელაჯიოს. ბელაჯიო არის ადგილი, სადაც ტარდება ეს ავტომობილების გამოფენა. Please. Ladies first. Enjoy the ride. Thank you very much. This one. Thank you. Hello. Welcome Hi. aboard. I'm going to head on the water. Okay, მოვედით. აი როგორ მოდიხარ მანქანების რეტრო ავტომობილების გამოფენაზე. ჰაი. წავედით, ეხლა პირველ რიგში აუცილებლად გავეშურეთ მანქანებისკენ. სხვა არაფერი არ მაინტერესებს, ახლა მე აქ არც მარს დალევა, არც ჭამა. მოკლედ, შემეშალა მე და ავტომობილების გამოფენა ყოფილა იქ, სადაც გუშინ ვიყავით და ბელაჯიოზე გადავდივართ. უკვე ლანჩისთვის და ასე შემდეგ. ეს არის VIP შემოსასვლელი, სადაც ყველა ვერ შემოდის და ბელაჯიო არის ჟურნალისტებისთვის და ასე შემდეგ. აქ არის განსაკუთრებული მანქანები და ეხლა მივყვებით და უკვე ვხედავ. ვაუ! არ ამგონია რომელიმე მანქანა აქ მილიონზე ნაკლები ღირდეს, აი მართლა არ მგონია, თუმცა მოდი დავიწყოთ საუკეთესოთი ჩემთვის. ნუ ერთ-ერთი საუკეთესოთი, აი ტოპ 3 მანქანას გეტყვით ბოლოს აქედან ჩემთვის, მაგრამ მოდი დავიწყოთ ერთ-ერთი საუკეთესოთი და ეს არის რა თქმა უნდა McLaren F1. აგერ ბატონო McLaren F1, რომელიც არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი. დღეს ეს მანქანები უკვე 20 მილიონიდან ზემოთ ღირს. ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აღარი წარმოება და არის უიშვიათესი და ბევრი აღარც არის დარჩენილი, ანუ ეს არის რაღაცა საოცრება. კონკრეტულად ეს არის GTR მოდიფიკაცია, როგორც უწერია. მაგრამ ნუ GTR-ი მე ცოტა სხვანაირი ვიცი და რაღაცა შეიძლება მე მეშლება, ამიტომ არ ჩავეძიები. ან შეიძლება პროსტა აწერია, ვერ გაიგებ. No way. Painted the same color as. And you want the car the same? Wanted the same as his S. That's incredible. Yeah.
I love these little stories, you know, like they make the car much more special. Exactly. აგერ დგას მე პატრონეც და ვკითხე რომ მეთქი ამას ატარებთ ქუჩაში დადიხართ ამანქანით ხო და არაო ძალიან იშვიათი მანქანაო ხო და მოკლედ კი არავის განვიკითხავ რავი ჯერ ვიშოვო ეს ფული და მე ვილაპარაკო ვინმეზე მაგრამ ვერ ვიგებ ესე მანქანებს როგორ ინახავენ რა რომ აი ეს მანქანა მყავდეს და არ დავდიოდე დაახლოებით იგივეა რომ მია ხალიფა მოვიყვანოთ სოლად და სექსი არ მქონდეს ანუ არა, ნახეთ როგორ ცუდად არ გამიგოთ, როგორც ხელოვნების ნიმუშებს ისე მეც ხედავ ამ მანქანებს რა, პაგანიზონ და ორი მინდა რა, ერთი სატარებლად და მეორე კედელზე დასაკიდებლად, მაგრამ აი რა, ეს ხო, ანუ McLaren F1-ია, ანუ მანქანა, რომელიც 91 წელს გამოვიდა და როდესაც Bugatti Veyron გამოვიდა, მსოფლიოში ყველა სწრაფი მანქანა სტარტში გადაუხდა და კიდე 400 მეტრზე რბოლა მოუგო. და მექანიკა თან. ანუ ყველაფერი აქვს ამ მანქანას, რაც მანქანას უნდა გქონდეს რა, ანუ იდეალური გოგო არ არსებობს, თუ ვინმე ამბობს იდეალური მანქანა არსებობს და აგერ ის. და არ ატარებს. Diablo იზღირს 20 მილიონიდან ზემოთ და ეზღირს რაღაცა 1.200.000 ალბათ 1.5 ჰაჰა 2 მილიონი. მაგრამ ნუ ძალიან მაგარი მოდელია და ალბათ საბურავი რაღაცა ცუდად უდგას. ელიავაზე გაიგეთებენ თუ გინდა, გოდე მიხედავს. ხო და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სუპერკარი რომელიც გამოსულა, მაგრამ იმასთან შედარებით, ეს ხო ძალიან მაგარია, მაგრამ ისე როგორი მანქანა იცი? იმედია გეი სექსუალური მანიაკი არ შეხვდება სადმე, რომელიც McLaren F1-ით ნადირობს, იმიტომ რომ უეჭველი გამოუპატიურებს. რამდენჯერმე. როგორ გამოიყურება აგერა თუ არა 1987 წლის RUF დგას, ანუ რუფი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპანია გამოაჩინა, ასე ვთქვათ, ბაზარზე. ამ მანქანით გაითქვეს სახელი, განსაკუთრებით მისი სახასიათოა ეს სარკეა, რომელიც მე მაგრად მომწონს, აეროდინამიკისთვის არის გაკეთებული ასე. და ნუ ეს არის Porsche-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოდიფიკაცია, ნუ ძალიან მაგარი რაღაცაა რა. ნუ გვერდზე უდგას Lamborghini Countach-ი, LP400, რომელიც როგორც გამოვარდები ბევრჯერ მინახავს და უკვე ისეთი რამეა. ამ მანქანის დანგრატი უფრო სუფთაა ვიდრე ნებისმიერი ჩვენი ქართველი პოლიტიკოსის წარსული. ამ გამოფენაზე უნდა იყო აი ეს კაცი, აი, წვერებიანი ბიძარო დგას. და რატო ეხა ეს არის შეფასებელი მანქანების და ყველა მანქანის მეპატრონე ცდილობს რომ მოაწოდოს თავისი მანქანა. მოდის ამოწმებს აკოქინებს, უყურებს რამდენად რეალურად აქვს ყველაფერი კარგად გაკეთებული, ამოწმებს რამდენად ავთენტურია ავტომობილები და ასე შემდეგ და შემდეგ კონკურსი იქნება და იმ კონკურსზე გამოაცხადებენ გამარჯვებულს. ჩვენს გვაქვს ხმის მიცემის უფლება, როდესაც მონაწილეობას იღებ, ანუ ყიდულობ ბილეთს, გაძლევ სპეციალურ კოდს, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ხმა მიცე ავტომობილს და მაგის მიხედვით აარჩევენ გამარჯვებულს. მოკლედ ჩვენთან როგორც ხდება ხოლმე რა, დარწმუნებული ვარ ჩვენიდან გადაიღეს ხა ესენი ამას ვერ მოიფიქრებენ. ხო, Lamborghini Miura მინდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ Lamborghini Miura არის მეორე Lamborghini, რომელიც Lamborghini-მ გააკეთა და რეალურად რაც გამოუვიდა უკვე ის მანქანა რა. მართლა მაგარი მანქანაა, ეხლა მე ჩემთვის კონტენტზე ბევრად მაღლა დგას და ეხავე გაჩვენებთ დეტალურად. აგერ პატივცემულებო ეს არის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია ეს კონკრეტული მოდელი, როგორც ყველა აქ ყოფი მანქანა, ეხლა ამათ პრობლემა არ აქვს, რომ მანქანა იდეალურად ყავდეთ. საკმაოდ განიერი და ფართი ადგილი აქვს, მინდა აღვნიშნო, რაც სუპერკარებში არაა ხშირი. ესე იგი, აქ არის მანქანები, ძალიან ბევრი ფული და რა თქმა უნდა, სადაც ბევრი ფულია, იქ არიან გოლდიგერებიც. შევამჩნიე, რომ რამდენიმე გოგო დადის და ილობს, რომ ვიღაც მდიდარი ტიპები ჩაიცნონ, მიდიან ელაპარაკებიან, უყვებიან რაღაცეებს და კერავენ რა. ამათაც ეს ყველაფერი დამღავებული აქვს. რაღაცნაირი ენა აქვს საკომუნიკაციო, წყობილი თქოს ორივე მხარე მიცის რა უნდა. და ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ანუ დუბაიშიც ხდება იგივე ზუსტად, მაგრამ იქ უფრო ხდება რაღაც აი ველურ სტილში რა. აქ უფრო დახვეწილია ყველაფერი, აქ კულტურა აქვს რა. აქ დუბაელი გოლდიგერი ვერ შემოძრება და ვერავის ვერ დაითრევს, არ იკადრებს, просто ახლოს არ გაიკარებს რა აქაური.
აქ არის უამრავი Rolls Royce, უამრავი ფანტასტიკური მანქანა, რაღაც საოცრებები, Bentley, მაგრამ BMW-ს მოყვარულებს მინდა გაჩვენოთ ერთი მანქანა, რომელიც ახლა ეს Rolls Royce-ები და რაღაცები მინახავს, მაგრამ კონკრეტულად ამ მანქანას ვხედავ პირველად ესე ლაივში და BMW-ს მოყვარულებს მინდა გაჩვენოთ ერთი მანქანა, რაზეც შემიძლია გითხრათ, თუ არის თქვენი განვითარების მაქსიმუმი. მორჩა, ამის იქით თქვენ არასოდეს არ ყოფილხართ და ჩემი აზრით კიდე კარგახანი ვერ წახვალთ რა, იმიტომ რომ მართლა საოცრებაა და აი ისიც. ეს არის BMW 507, რომელიც არის გამოშვებული 1957 წელს, ეს კონკრეტული მოდელი და არის ყველაზე ლამაზი მანქანა, რაც BMW-ს გამოუშვია უპირობოდ. ანუ ვინც ამაზე იტყვის, რომ არ არის ყველაზე ლამაზი მანქანა, უბრალოდ ვერ შევთანხმდებით ვერაზდროს და მორჩა დაამთავრდა. ეს არის რაღაცა საოცრება ეს ავტომობილი რა. ანუ იმდენად მაგარი ვიზუალი აქვს ამ მანქანას, რომ გუშინ მივედი BMW-ს თავარ დიზაინერთან და უთხარი, რომ იქნებ ეს მანქანა დააბრუნოთ როგორ მეთქო და ბიჭო, Z8-აო, მაგისი რეინკარნაციაო, მეტი კი არაფერიო და მეთქი ფეხებზე მკიდია Z8 ის რეინკარნაცია, ისიც მოწოს, მაგრამ იქნება ეს დააბრუნოთ, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ზღაპარი მანქანა, ასეთი ლამაზი BMW მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ თავში რომ არასოდეს არ გახდება არც ერთი. იმიტომ რომ ეს არის აი როგორი მაგარი არის, იცი? ლოგო რო არ ქონდეს რომ ვერ მიხვდები რომ BMW-ია, ისეთი მაგარია. შეიძლება ცოტა გამომივიდა BMW-სთან, მაგრამ ნუ კარგად მიიღეთ, იმიტომ რომ აქ თქვენ თავს აჯობეთ BMW-ს კომპანიამ და მოყვარულებმა. თუ Mercedes-ის მოყვარულებს რაღაც პროტესტის ზნობა გაგიჩნდათ, არის ნერვიულოთ მეგობრებო, გვერდზე, ზუსტად გვერდზე დგას Mercedes-ის განვითარების ზენიტი. აი და კი, იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ამის იქით Mercedes-ი არ ყოფილა არასდროს და ჩემი აზრით კიდე კარგახანს ვერ წავა. უბრალოდ მინდა ჯერ შეხედოთ, ეხლა კადრებს ხედავთ, როგორია ეს მანქანა ვიზუალურად, ანუ ბიჭო ძალიან ლამაზია რა. ხო, აი, რაღაც ზღაპარი არის, უყურებ და თვალს ვერ უწყვეთ. თან მე წეღან დაქოქილი ყავდათ. მანქანა მუშაობს ისე რომ ვერც ერთი თანამედროვე Mercedes-ის ძრავი მასე ვერ მუშაობს. ეხლა განახებთ ისეთ რაღაცას, რაც ძალიან რთული გასაგებია. ეს მაგარი არის დაქოქილი. Well, the idea was when you hit a peasant, they could blow off the car. It makes sense. ეს არის უკანა მხარეს ხმა. ანუ რაღაცა არასწორად გავაკეთეთ ხალხო რა, რაღაცაში არასწორ ხარეს წავედით. ნუ მე დაახლოებით ჩემი წარდგენა მაქვს რაში, მაგრამ ეს არ ვიცი როგორ უნდა ხდებოდეს რა. 1955 წელს მანქანა იყოს ასე კარგად ნაგები და 2024 წელს იყოს ის რაც არის, ცოტა unfair არის რა, ნუ უსამართლობის განცდას იწვევს. მაგრამ ეს Mercedes-ი მართლა საოცრებაა. რაღაც ზღაპარია, უბრალოდ ანუ ხელოვნების ნიმუშია და კატარის ნომრებზე. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს აქამდე. ანუ ტიპები რა დონის გიჟები არიან, ანუ მანიაკები არიან, რომ ამ გამოფენისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან მოყავთ თვითმფრინავით მანქანები. ანუ კახეთში ვერ ჩავალ რომ ვიძახით ხოლმე გამოფენისთვის, ანუ ტიპებს თვითმფრინავით მოყავს მანქანები. მას შემდეგ, რაც მთელი დღის განმავლობაში ამ საოცარ ავტომობილებთან ახლო ურთიერთობის საშუალება მქონდა, საღამოს მოვიდა ავტომობილების აღლუმის დრო. ეხლა ავტომობილების აღლუმი როგორი რაღაცაა რა, ძალიან საინტერესო პროცესია, რომელიც ხდება ამ კონკურსო და ელეგანსაზე და ბევრი საინტერესო რაღაც ვნახე იქ, რასაც გეტყვით ვიდეოში დრო და დრო. მოკლედ ეს ავტომობილები, რომლებიც არიან მონაწილეები, დაეწყობიან და ნელ-ნელა მოდიან. თავარ სცენასთან ჩერდებიან და ამ სცენაზე ძალიან საინტერესოდ გამოწყობილი ბატონი, რომელზეც ვერც კი შეიტანა ეჭვს, რომ შეიძლება არ იყოს კომპეტენტური ამ საქმეში, ამ ავტომობილების შესახებ ყვება ისტორიას. თითოეულ ამ კონკრეტულ ავტომობილს აქვს თავისი ისტორია და ეს ბატონი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, არის ექსპერტი, რომელიც ასეთი იშვიათი ავტომობილების შეძენაში ეხმარება ხოლმე მდიდარ ადამიანს, ანუ სერვისს უწევს, ასეც ამოწმებს ამ ავტომობილს, რამდენად ავთენტურია, ასე შემდეგ და ეხმარება ხოლმე, ნუ მის საუბარში ყოველ შემთხვევაში ასე აღმოვაჩინე და გავიქე. და რამდენიმე ავტომობილის შეძენაში თვითონ მქონია მონაწილეობა მიღებული. ამ ავტომობილებს ყველას აქვს თავისი უნიკალური ისტორია, თავისი მფლობელები და ეს ბატონი ამ მთელი აღლუმის განმავლობაში კონკრეტულ ავტომობილებზე ყვებოდა ხოლმე ვისი იყო, ვინ შეუკვეთა, რატო გააკეთეს ასე, რა აქვს ამ ავტომობილს დამატებით, როგორ იზრუნეს მას, რომ ესეთი ყოფილიყო, რა სამუშაოები შესრულდა, რომელ ერას მიეკუთვნება და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საინტერესო აღლუმი იყო, რომლის კადრებსაც ახლა თქვენ ხედავთ და რომელზეც არ ვიცი, ბევრი რამეს ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მთელი ვიდეო ამისთვის არ მეყოფოდა. Brothers, the young brothers, you can still see their names still on the side of the car. The
The flag on the side of the car is a Chinese flag, and these two brothers raced this. ესე იგი მეგობრებო, დღეს არის დასკვნითი დღე კონკურსო დე ელეგანსასი, როგორც იქნა დავიმახსოვრე ეს სახელი და ეხლა მივდივართ უკვე შემდეგ ვილაზე, იგივე ვილაზე აღარ გაიმართება ეს ყველაფერი, შემდეგზე მივდივართ და იქ მოხდება ძალიან საინტერესო რაღაცები, ესე იგი დააჯილდოებენ გამარჯვებულ სხვადასხვა კლასში, ასევე მომეცემა საშუალება როგორც მითხრეს რომ მანქანები უკეთესად გადავიღო, ნახოთ რა იქნება, მაგრად მაინტერესებს ძალიან ვისიამოვნე ეს დღეები, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაურობა ჩემ ცხოვრებაში, რაც მქონია აქამდე, იმიტომ რომ სულ მინდოდა აქ მოხვედრა მოკლედ რა. ყოველთვის ვიცოდი ამ კონკურსის შესახებ, ამ შეკრების შესახებ, ამ გამოფენის შესახებ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რა, ერთხვა ესე ჩაღრმავული არ ვიცოდი, მაგრამ რომ მოვედი, გადავხედე გარემოს, მივხვდი უკვე სადაც ვიყავი და ძალიან გამეხარდა. ეხლა ავიღებთ ნავს ისევე იმამდე ვილამდე, სხვა ვილაშია დღეს და ვილები და რამე. და მე უკვე ადგილზე როდესაც მივდივართ, იქ გავაგრძელებთ, მაგრამ მაინტერესებს დღეს რა იქნება. წავედით. ესე იგი მოვედი საგამოფენო სივრცეში და აქ საინტერესო რაღაცეები დახვდა უკვე ეხა გავუყვები და გაჩვენებთ. მე მგონი აი ეს რაღაცა ოკეი, მაგრამ დიდად არ მგონია და გაინტერესოთ არც ამან. აი აქეთ არის რაღაცა საინტერესოები ძალიან, რომელიც მგონია რომ ძალიან მოგეწონებათ. უკაცრავად ქართულად რა დაუთხარი არ ვიცი, მაგრამ მეგობრებო, მისი უდიდებულესობა ემერთი. ვა! აუ ნახეთ რა კაი ტიპია. Yep. ეს ის ემერთია, რომლითაც რბოლებზე იღებდნენ მონაწილეობას. ნუ Z4, არაფერი განსაკუთრებული. მე უფრო კლასიკური მანქანები მაინტერესებს, ამიტომ გადავდივარ წინ და ვხედავთ ამ ძალიან მაგარ რაღაცას, რომელიც არის CSL-ი. აი აქ. აუ რა კაი ტიპია. ასევე ესეც ძალიან საინტერესო მანქანაა, მე ის უფრო მომწონს, მაგრამ აი ეს ნუ არ ვიცი რა ვთქვა, სიმართლე გითხრათ, არის ხოლმე მომენტები, როცა არ ვიცი რა ვთქვა და ახლა ეგ მომენტია. ნუ BMW ვისაც გიყვართ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მანქანაა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ. ფეიქი რატოა ეს ადგილი, არ ვიცი, ალბათ რბოლის შემდეგ ამოავსეს, მაგრამ ოკეი, ფეიქია და ამოვსებულია. ფეიქი არის უბრალოდ ამოვსებულია. აქ გვაქვს პირველ ყოფილი სარბოლო მანქანები. ეს არის Mercedes-ის 750 კილოგრამიანი Formula Racing car-ი. რატო არის აქ თუ იკითხავთ, იმიტომ არის რომ BMW კი აფინანსებს ამ ასე ვთქვათ ღონისძიებას, მაგრამ ეს ღონისძიება არის ყველა მოდელისთვის, ამიტომაც აქ არის Mercedes-ის სარბოლო მანქანებიც. ეხლა გადავიდეთ კიდე გაჩვენებთ M1-ს, ძალიან საინტერესო ვიზუალის მქონე M1-ს. აი. და ახლა მინდა გაჩვენოთ ერთი ძალიან საინტერესო ვიზუალი M3-ზე, აი. ეს არის M3 GT2, რომელიც აი ასეთი ვიზუალითაა წარდგენილი, მაგრამ მომწონს, კარგია სარბოლო ვარიანტად. აქეთ გვაქვს უკვე ერთობ საინტერესო მანქანები, ესენი არის 526 CSI, Group C-ის სარბოლო მანქანა და ეს არის 320 turbo Group 5-ის სარბოლო მანქანა. ეხლა დაგათვალიერებინებთ დეტალურად როგორ გამოიყურება. აქედან ისხმევა საწვავის სწრაფად, სწრაფი ავსების აუზია. ნუ downforce-ის ძალა ნამდვილად არ აკლია მანქანას, როგორც თქვენ ხედავთ, მაგრამ ეს ძალიან ლამაზია. განსაკუთრებით დისკები მომწონს. არ თქვათ რომ არ მოგწონთ ახლა. რა მაგარ სლიკებზე დღეს. ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ როგორც ჩემმა გამომწერებმა იცით, მე უფრო სხვა რაღაცის მოყვარული ვარ, ამიტომ გადავალ ახლა იქით, სადაც ვნახავ რეტრო ავტომობილებს, იმ მართლაც შესანიშნავ ფორმაში მყოფ რეტრო ავტომობილებს. სამწუხაროდ საქართველოში ჯერ ეგეთ რესტავრირებულ რეტრო ავტომობილებს ვერ ხვდებით, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელი არის ჩვენთან მაგის გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ვიქნებით იქ. ხოლო სანამ მანდ მივალთ, მანამდე ეხლა წავიდეთ და დავათვალიეროთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მომხიბლავი მოდელები და აგერ პირველი ეს არის Bugatti-ის პირველი მოდელი. ეს არის Bugatti EB110, რომელიც 1915 წლებში გამოდიოდა. მართალია McLaren-მა დაჩრდილა ეს მანქანა, მაგრამ ნამდვილად არ უნდა დარჩეს უყურადღებოთ, იმიტომ რომ აქედან დაიწყო Bugatti-ის დაბრუნება, ასე ვთქვათ, საავტომობილო სამყაროში.
ძალიან მომწონს მე ეს მოდელი, განსაკუთრებით იმიტომ რომ შუმახერს ყავდა, თქვენ იცით რომ მე შუმახერის დიდი მოყვარული ვარ, ვინც ჩემარხს უყურებთ და გვერდზე დგას ჩემი ერთ-ერთი საყვარელი Lamborghini, რომელიც არის Lamborghini Diablo GT. საოცარ ფერში, მე სიმართლე გითხრათ ასფალტის ფერი უფრო მომწონს, მაგრამ ესეც ძალიან კარგი ფერია, მინდა აღვნიშნო. პატარა რო ვიყავ, ზუსტად ამ ფერში მქონდა ამ მოდელის სათამაშო და ნუ ალბათ უფრო ემოციური დამოკიდებულება მაქვს ამანქანის მიმართ. სიმართლე გითხრათ, აქ გუშინაც ვიყავი, მე უბრალოდ გუშინ რაღაცეებს გადაღება ვერ მოვახერხე, დასვენების საათი მქონდა ასე ვთქვათ და რადგან ვიცოდი რომ დღეს მოვდიოდი, ვიფიქრე რომ დღეს გადავიღებდი, თან ამინდი დღეს გაცილებით უკეთესია ვიდრე გუშინ იყო. ამიტომ ეხა ჩამოული რაღაცეებს და მინდა პირველ რიგში ეს ლანჩა განახოთ, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოდელია აქ. ეს არის ლანჩა სტრატოსი, რომელიც რალიზე გამოიყენებოდა და გრაუზე ჰქონდა საოცარი აჩქარება. თუ სწორად მახსოვს 100 კმ/სთ და 2 წამში. შეხედეთ რა მაგარი რაღაცაა. აბა რამდენს გეცნობათ? ბუმ! კი ბატონო, ეს არის BMW ის ცნობილი BMW X5 Le-Mans, რომელიც არის ძალიან იშვიათი მანქანა. ეს მანქანა გამოუშვეს სპეციალურად იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ამანქანის ისტორიას ცალკე ჩავწერ TikTok-ზე ჩავწერ ამანქანის ისტორიაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის მექანიკური გადაცემათა კოლოფით ეს ავტომობილი და ქარხნულად გამოდის ასე მძღოლის მხარეს ქარხნულად არის კოში. მოკლედ მეგობრებო, ესე იგი ეს იყო სურათს მინდოდა მეჩვენებინა, რა ის გადაღებაც შევძელი. ძალიან მაგარი მოგზაურობა იყო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო BMW საქართველოს ამ ყველაფრისთვის. იმედია თქვენც სიამოვნეთ, იმედია საინტერესო მანქანები გაჩვენეთ. მოკლედ დანარჩენი უკვე გაგრძელდება TikTok-ზე და ჩემ Instagram-ზე, შეგიძლიათ იქ ნახოთ ისეთი რაღაცეები, რაც აქ ვერ მოხდა. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მადლობა.